პალატა ნომერი 6 ევროპული ფილმების ასოციაციის 2025 წლის გამარჯვებული ქართული ფილმი გახდა. ჩემი მეგობრები არიან ახლა ჩვენთან სტუმრად, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი საქმე გაუკეთეს ქართულ კინოს და რაც თავარია მოყვარულ მსახიობებს და არა მარტო მოყვარულ მსახიობებს, მე წარვადგენ სტუმრებს და ბუნებრივია ამ ფესტივალზე, რომლითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ, უკვე ბუნებრივია ისინი უფრო მეც მოყვებიან და გაგვაცნობენ. ისე იგი, ჩვენი სტუმრები არიან რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ ჰიგიას დამფუძნებელი ნათია გუჯაბიძე, ასევე ფილმის ოპერატორი, მუსიკის ავტორი და მემონტაჟე გიორგი სანიკიძე და ასევე თესეო სტუდენტი, მსახიობი ფეფე გოგნაძე. გვარი არ ვიცოდი ფეფე შენი და აი გოგნაძე. მოგუყვებიან ეს ადამიანები. გილოცავ, ძალიან სასიამოვნოა ეს ამბები, რითიც მოხდა. მე მინდა რომ ზოგადად ჯერ ფესტივალზე ვისაუბროთ, თუ რა მნიშვნელობის ფესტივალია, რომ მე უკვე ის გზა გავიაროთ ყველამ ერთად, რა გზას თქვენ გაიარეთ, თქვენთან ერთად რომ გაგვატაროთ ეს გზა. ფესტივალზე გიორგი, მოდით თქვენ გვესაუბრეთ, რადგანაც მე უკვე საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ჰიგიაზე უკვე გადმოვალთ ნათიასთან. აი პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ ფილმის გადაღების პროცესში ჩვენ არც გვიფიქრია საერთაშორისო წარმატებაზე. მაგრამ როდესაც დავასრულეთ ფილმის გადაღება, Film Freeway არსებობს ესეთი პლატფორმა, სადაც განათავსებ შენს ფილმს და შემდეგ გაგზავნის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის იყო ეს ჩვენი ფესტივალი, რომელიც გაიმართა ავსტრიაში, ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში იმართება და წელს ესე მოხდა გრაცში, ავსტრიაში გაიმართა კინოფესტივალი, სადაც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან რეჟისორები, სტუდენტები, თეატრალური უნივერსიტეტებიდან, მათ შორის კალიფორნიიდან, ლოს-ანჯელესი, ლონდონი. არა, პროფესიონალური. ამაშია საქმე. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ანუ ეს არც სტუდენტურია მათ შორის, ხო? აი ესე. არ არის, უბრალოდ ჩვენმა ფილმმა გაიმარჯვა სტუდენტური ფილმების კატეგორიაში. და ეს არის აღსანიშნავი. ფესტივალი მოიცავს ბევრ მიმართულებას პროფესიონალურს. ფესტივალი აი ძალიან მაგარი შეგრძნებებით დასრულდა და აი საოცარი შეგრძნებები ჰქონდა, აი არ ვიცი რა შემიძლია თქვა. ასე რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ეს ამ ფილმისთვის კონკრეტულად. როგორ ფიქრობ, რა გამანაპირობა ეს წარმატება? ანუ რა იყო ჩადებული ისეთი? ერთია რომ არ გიფიქრიათ ფილმის ასე წარმატებაზე, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? რაღაცა ხო ნახავდით იქ სხვა ფილმებსაც, აი რა იყო ის მთავარი, რამაც აი ესეთი გამოხმაურება და ესეთი წარმატება მოიტანა? აი ჩემი აზრით, როდესაც რაღაცას გულით აკეთებ და აკეთებ არა იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყოს ძირითადი შემოსავლის წყარო, არამედ შენი საყვარელი საქმიანობა, გონია რომ ეს ყველაფერი არ იცი და ისწავლე, ხო ეს იქნება მონტაჟი, მუსიკა, ანუ ყველაფერი გააკეთე ამისთვის. კი, და თამაშობ ასევე ფილმში და ხო, როდესაც გულით აკეთებ ამ ყველაფერს, გონია რომ რაღაცნაირად შედეგი მოყვება, ამას აუცილებლად რაღაც ეტაპზე დაფასდება რა. კი ბატონო, მსახიობებსაც შევეკითხები მე. გიორგი მსახიობიც. გიორგი მსახიობიც არის, მაგრამ ფეფეც გვყავს. და აი ფეფესაც მინდა გავესაუბრო. შენთვის რა იყო ფეფე? ერთია რომ მონაწილეობა და მე კიდე უცბად, როდესაც ამხელა წარმატება მოდის. ხო, რა ვიცი, ჩემთვის სტუდენტისთვის და იმ ადამიანისთვის, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა ამ არა თეატრალური სტუდენტი. არა თეატრალური სტუდენტისთვის. ექიმები. და ბავშვობიდან ოცნებობდა ამ ყველაფერზე, არ ვიცი, ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი წამები იყო ეს. დაუვიწყარი ნამდვილად. მიგიწვი, ჩახვედით და უცბად, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მთელ პროდაქშენს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მთელი გულით იმუშავა ამ ფილმზე. ერთია, როცა რაღაცას აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს და მეორე, როცა იმ ადამიანებთან ერთად აკეთებ, რომლებიც შენი უახლოესი ადამიანები არიან. რამდენი ადამიანი მუშაობდა ფილმზე? ნუ აი დაახლოებით 20 ადამიანი ჯამში. მსახიობები, ანუ მთელი რომელსაც არც დაფინანსება ქონი, არაფერი? არა, დაფინანსება არა, უბრალოდ აქედან მინდა რომ მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის, რომ მოგცა სივრცე, ტექნიკით უზრუნველყო, რომ გადაგვეღო ფილმი და
ახლა სულ უნდა სიყვარული. შეიძლება მეც რა დავსვენ. დასაკვირველია. მადლობ, დიდი მადლობა ნათიასთან მეკნება ეს შეკითხვა. ჩვენ ვიცით გვსმენია და გვინახავს კიდევ შემთხვევები, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ძალიან ნიჭიერები. რაღაცა ბევრნაირი ნიჭი აქვთ. თუმცა ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია, საკმაოდ დიდი ამბიციაც არის ჯანსაღი, თუმცა საკმაოდ დიდი. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ეს იგიას საკითხიც გვაინტერესებს და შემდეგ როგორ მიხვედით უკვე ეს ფილმამდე, რომელიც ფესტივალზე ასეთი წარმატებით ასე ვთქვათ, წარსდგა. მოგეხსენებათ სამედიცინო უნივერსიტეტში არის თეატრი ჰიგია, რომელიც მომავალ წელს უკვე 25 წლის ხდება. წარმატებული და სულ წინ მიიწევს მისი ნაბიჯები, თუმცა რამოდენიმე წლის წინ გიორგის იდეით